ვიცე-პრემიერი ევროპის დემოკრატთა სტუდენტთა კავშირის წევრებს შეხვდა, ისინი საქართველოში ევროპის 25 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. დელეგაციამ გიორგი ბარამიძესთან ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ უცხოელმა სტუდენტებმა პარლამენტში გადაინაცვლეს და დავით ბაქრაძეს და უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. ჩვენი ამოცანა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი და ამიტომ მომავალი ევროპის პოლიტიკოსები რაც უფრო ადრე გაიცნობენ საქართველოს, რაც უფრო ადრე აღიქვავენ საქართველოს ევროპულ ქვეყანად და ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, მით უფრო გაგვიადვილდება ჩვენ ამ ამოცანის მიღწევა. მათ საშუალება ექნებათ ეს ინფორმაცია წაიღონ თავიანთ ქვეყნებში, ისინი არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები და დღეს უკვე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს თავიანთი ქვეყნების პოლიტიკის ფორმირებაში, მომავალში ისინი იქნებიან ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებებსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მიხარია, რომ ამ კვირეულის ფარგლებში საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველო ევროპის დემოკრატ სტუდენტთა კავშირის წევრია. ჩვენ ბევრი შეხვედრა გვაქვს დანიშნული და ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია.